დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სიმონ კანონელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ახლა ჩაგორთვება ლოცვითი მსვლელობის გზიდან ზღვისუბანში მდებარე ბიჭუნთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია ზუგდიდიდან, სადაც აღევლინება წირვა და შემდეგ უკვე გაიმართებიან ენგურის ხიდისკენ და იქ გადაიხდიან სამშვიდობო პარაკლისს. დილა მშვიდობის. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. გილოცავთ დღევანდელ დღეს, მამა დავით და მადლობა რომ გვერდებით. ჩვენც გილოცავთ ქალაქ ზუგდიდის დადიანების სასახლეში მდებარე ლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრიდან ამ დიდებულ დღესასწაულს, სადაც აღესრულება სადღესასწაულო მსახურება ლოცვითი მსვლელობის დაგვირგვინებაა და თქვენ მოგეხსენებათ, რომ სულ რაღაც 10 კილომეტრში არის დინარე ენგური, სადაც ჩვენ და სამწუხაროდ ის უკანონობაა, რომელიც გვაქვს მოცემული და აი ვევედრებით მოციქულ სიმონ კანანელს, რათა მშვიდობა ხოს, დაარღვიოს ეს საზღვარი და მივიდეთ მის წმინდა საფლავთან, თაყვანისცეთ, ჩვენ ვევედრებით შორიდან წმინდა სიმონ კანანელს, რათა ღირს ხოს აი ამ თაყვანისცემის ღირსი გავხადოს და გაერთიანოს ჩვენი სამშობლო და შეგვარიგოს ქართველი აფხაზები, აფსუ აფხაზები და მტერი კიდე წავიდეს და გვიმოპროს მტერმა თავისი საზღვრებიდან. მამა დავით, რამდენიმე წელია უკვე დადგინდა დაწესდა ეს ლოცვითი მსვლელობა სიმონ კანონელის გზის და აი ფაქტობრივად დასასრულისკენ ხართ. როგორ ჩაიარა წლევანდელ მსვლელობამ? ვიცით რომ დაიწყო ეს რამდენიმე დღის წინ და გითხარით როგორ მიმდინარეობს? პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ადგილობრივი მღვდელმთავრების ნებართვით ჩვენ დავიწყეთ სარფის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრიდან მოლოცვა და თქვენ მოგეხსენებათ, რომ გონიოს ციხეში არის წმინდა საფლავი მოციქულისა მატათასი და აი ესე იგი ეს მომლოცველობა გამოდის ორ მოციქულს შორის, მატათასა და სიმონ კანონელს შორის და განსაკუთრებულად ვევედრეთ მოციქულ მატათას, რომ გაგვაძლიეროს სიმონ კანონელის გზაზე და რაღაცა ძალიან მადლიანად სიხარულით ვიარეთ ამ გზაზე, ლოცვით რა თქმა უნდა და სინანულით ჩვენი ცოდებისა გამო, რომ უფალმა ღმერთმა შეგვინდოს ჩვენი ცოდვები და ესე იგი აღდგეს მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში. მამა დავით, თავისთავად ამ ლოცვითი მსვლელობის დროს არაერთი შემოგიერთდათ თავისთავად და როგორი არის დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან? ძალიან დიდი სიხარულია რა თქმა უნდა. მომლოცველობა ეს არის განსაკუთრებული მსახურება ღვთისა. ეს არის მაქსიმუმი, ესე იგი სულიერი და ფიზიკური ძალების ესე ვთქვათ გაერთიანებისა და აი რა თუ რამ შეიძლება ადამიანმა გააკეთოს მაქსიმალურად იხარჯები ამ გზაზე ლოცვითაც, ფიზიკურათაც და ამას ადამიანები რა თქმა უნდა უერთდებიან ყველა ქალაქებში, სოფლებში მონაწილეობას ღებულობენ, არიან გახარებულები, მრევლი რა თქმა უნდა გახარებულია. აი ეხაც ეს ადამიანები, რომელნიც დგანან ახლა ჩვენთან ერთად წამოვლენ და ესე იგი ერთად მოვილოცავთ, ძალიან ბევრი ადამიანი გვიერთდება ქალაქ ზუგდიდში, როგორც დევნილი ისე ადგილობრივი ზუგდიდის სამრევლო მთელი საქართველოდან და ჩვენ რა თქმა უნდა ერთად მოვილოცავთ და ერთად შევევედრებით მოციქულს, რომ ჩვენ მშვიდობა გვსურს და სხვა არაფერი სიყვარული სურს ქართველებს. ფაქტიურად ჩვენ ქართველი აფხაზები და აფსუ აფხაზები შერიგებულნი ვართ, ეს ხელოვნურად არის ეს საზღვარი უკვე უფუნქციოა, ტყილად არის, ტყილადგანან და ყველა ჯობია თავის სახში წავიდეს და ჩვენ სამშობლოში მშვიდობა გვექნება აუცილებლად, არ მჭირდება ხელოვნურად, ესე იგი აღმართული საზღვრები, რომელიც უკანონოა და აუცილებლად უფალმა ღმერთმა მოგცეს ძალა იმისა, რომ ეს მშვიდობით მივიტანოთ, მშვიდობით მივიდეთ ჩვენს სამშობლოში, გაერთიანდეს ჩვენი სამშობლო საქართველო და სიყვარულის უფევდეს ჩვენს ქვეყანაში, აღდგომის მადლით გავწმინებული იყოს ჩვენი სამშობლო და მოციქულის მეოხებით. დიახ, მამა დავით, თქვენ ბრძანეთ, რომ წირვა აღევლინება რის შემდგომაც უკვე გაიმართებით ენგურის ხიდისკენ, ამ მსვლელობის პერიოდშიც იყო წირვები სხვა ქალაქებში თუ მხოლოდ პარაკლისები და ლოცვა, როგორი იყო ეს გზა, გარდა იმისა, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ სიხარულის უფევდა და ცხადია თქვენ ლოცვით დადიოდით, ხედავთ ხატები ჯვარს, თუ აღევლინებოდა წირვები სხვა ქალაქში და ეპარქიებში? დიახ, განსაკუთრებულად აღნიშნის ღირსი იყო, ესე იგი, ქალაქ ანაკლიაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, სადაც მსახურობს მამა გიორგი ვაჩეიშვილი, წინამძღვარია და იქ მთელი
ესე იგი სტუმრობით იყო ეს ყველაფერი, სადღესასწაულოდ აღინიშნა და ჩვენთვის ძალიან სიხარულის მომგვრელი იყო, ისევე როგორც ის სხვადასხვა წირვითი და ლოცვითი მსახურებები, რომელიც ესე იგი აი ამ გზაზე აღესრულებოდა და ადგილობრივი სამდელოება, ადგილობრივი მღვდელმთავრები, რა თქმა უნდა, ხვდებოდნენ, გლოცავდნენ და ძალიან დიდ სიხარულთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული და სულიერ ზეიმთან, რა თქმა უნდა, რადგანაც აი ამ ლოცვის დროს დიდად ვხარობთ და აღდგომის სიხარულის განახლება ხდება ყველა ჩვენთაგანში. ძალიან დიდად და აი მონაწილე ძმები, მამები მონასტრებიდან და ერის ხალხი ძალიან ჩართული იყო აი ამ მომლოცველობაში და მათთან ერთად შევძელით აი ამ გზის გავლა. დიდი მადლობა ჩართვისთვის. ამინდი მშვენიერია. მოკლედ ამინდი ხელს გიწყობს, ვატყობ ზუგდიდში და საქართველოში მგონი ისეთი ამინდია. მოიკითხეთ ყველა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. მოლოცველები ვინც გყავთ, გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ ყველას და ყველა ჩვენ ქვეყანას სიმონ კანანელის შემწეობას და როგორ ბრძანეთ მამა დავით ეს პირობითი საზღვარი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმს აქვს დაწესებული, ძალიან მალე გახსნილი იყოს და ჩვენ ერთად გვეზეიმოს აფხაზეთის შემდგომი კანანელობა. აფხაზეთის სიმონ კანანელის საფლავს. დიდი მადლობა. გაისა და კანანელის საფლავიდან ყოფილიყო ჩართვა. ამინ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მამა დავით.